გამარჯობა, დღეს ორშაბათია, შუადღე პირდაპირ ეთერშია, მივესალმებით რუსთავის მაყურებელს და რადიო ქალაქის ხელს და ძალიან ვეცდებით, რომ შესაბამისი განწყობა შევქნოთ მთელი კვირის სტარტზე ორშაბათს. დღეს როგორც მოგახსენეთ, შუა დღეიდან უერთდება მწერალი დათო ტურაშვილი და მისი დებიუტი ჩვენს ეთერში შედგება მე გადაცემის მესამე ნაწილში. და საერთოდ ძალიან საინტერესო შუა დღე იქნება. დღეს პირველ და მეორე ნაწილში ჩვენ ასეთი რამ ვიფიქრეთ. აი რა იქნებოდა ძველი დროის ტაბლოიდების სათაურები მაგალითად. აი ეხლანდელი ჟურნალები რო ყოფილიყო მაშინ, აი როგორ სათაურებს გამოიტანენ ხოლმე გარეკანზე. საუკუნის წინანდელი ყვითელი პრესა. ყვითელი პრესა ძალიან საინტერესოა. ყვითელი რამე გვეცოდინებოდა. მე რების მოვიფიქრე, მას არ ვიტყვი. იმიტომ რომ მართლა რომ გადახედო ძალიან საინტერესოა. ნუ ალბათ წარმოვიდგინოთ ესეთი რომ გარეკანზე რო ეწერებოდა, კი არის ცოტა რაღაცა ისეთი, მაგრამ რა უპოვნეს ხელშანთაში წიწამურში დაჭრილ ოლღა გურამიშვილს, ნეტა რა უპოვნეს. მე მაინტერესებს მართლა უპოვეს თუ უბრალოდ ეს სათაურია. ამაზე პასუხები გვექნება მე. ხო, გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი სიყვარული, ვინ იყო ეს ქალბატონი? რა წერილებს წერდა გრიგოლ რობაქიძე მას და რა საერთო ქონდა შტეფან ცვეიქს და გრიგოლ რობაქიძეს? ვინ იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი? განმაგარე უამრავი რაღაცა, უამრავი საინტერესო რამე შეიტყობ დღეს ჩვენთან ეთერში. თუმცა გადაცემაში ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან ქართველი მოღვაწეების ისეთ საინტერესო დეტალებზე, რომელმაც შესაძლოა მართლაც წარმოდგენები და ისტორიაც კი შეცვალოს. აუცილებლად გიყურეთ, დღეს ამისთვის მართლაც გვაქვს მიზეზი და ტურაშვილის ახალი რუბრიკა წიგნების ადგენა და ირმა რატიანის და გიორგი კალანდიას გახსნილი არქივები. და იმდენად საინტერესო რაღაცები გველისწინ, რომ მე რაღაცებს ჩქარობ, მინდა რომ დროზე შემოვიყვანოთ სტუმრები, რომ დიდი დრო დაუთმოთ მათ და ბევრი ისტორიები მომისმინოთ. ამიტომ შემოვიპატიჟოთ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი და თეატრის, ქორეოგრაფიის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია. ხო, მოგზანდით ჩვენთან. გამარჯობა. საუკუნის წინანდელი გაუხსნელი ჯერ კი ამბებით. მე და გიორგი ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რომ იტირებულები გავოდებით. მე და გიორგი ძალიან გვაინტერესებს. დაბრძანდით სადაც გნება. მე და გიორგი ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაღაც ახსნამი, რომ სპორტისაც დავამატებდი ამ ჩამოვიდა. მე შემიძლია შემოგთავაზოთ ყავა მაუნთაგენი, იმიტომ რომ აი ესეთი საუბრებს ესეთ თემებს. დიდი სიამოვნებით. უკვე ხო, თან შეგვათქობს ყავა მაუნთაგენი, თან გაწყობას შექმნით. მოდი შესავალი ესეთი დამაინტრიგებელი გავაკეთეთ. აი გიორგის მინდა ვკითხო, რამდენად კორექტული იყო ქართული პრესა პირად ცხოვრებაზე საუბრის დროს, თუ მაინც თავშეკავებული იყო უფრო, თუ დღევანდელზე უფრო სხვადასხვა დროს, თუ დღევანდელზე უფრო რამდენიმე ეტაპად შეიძლება გავყოფო. ქალბატონი ირმა ალბათ უფრო უკეთესად იტყვის. მე ერთადერთი ჩემი გამოცდილებით რაც მინახია, ეს მეფის დროინდელი ქართული პრესა მეტნაკლებად ზომიერია, შეიძლება ითქვას. არის ხოლმე აქ შეხვდებით ხოლმე კნიაჟნების და კნეინების დაცინვის კარიკატურებს, ასე შემდეგ ზოგჯერ ესეთი გესლიანი გამოთქმებიც არის. 18-21 წლის დემოკრატიული საქართველოს მთავრობა ძალიან კორექტულია, შეიძლება ითქვას. მე ესეთი რამ ქართულ პრესაში, ძალიან იმდროინდელ ქართულ პრესაში იშვიათად შემხვედრია. შემდეგ საბჭოთა პერიოდში იცით რომ დაიხურა და შემდეგ ბოლომდე აიშვა. ეხლა ყვავის. კი, ეხლა ყვავის. აი ასეთია ძალიან მოკლედ რო ვთქვა. შენ საინტერესო იქნება. არა, ნუ გიორგის აზრი მე მგონი მისაღებია, იმიტომ რომ მართლაც ალბათ ესეთი ვითარება რეალურად. ნეტა მაშინ რა რეაქცია ჰქონდათ ხოლმე თვითონ ესეც თუ არის შემონახული თუ აქ ისტორიას. ეხლა ვიცით ხო პასუხები რაღაცა ეხლა Facebook-ში წერენ პასუხებს სოციალურ ქსელებში. მაშინ ეს რეაქციები ხო არ არის თქვა. წერილებს წერენ, საერთოდ ძიმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. აი, როცა გვაინტერესებს ესეთი დეტალები, ალბათ არქივებში რაღაც ძიების გაღრმავებას, განვითარებას, იმიტომ რომ არქივები, პირადი არქივები, ან დაწესებულებებში დაცული არქივები ხშირად ისეთ საოცრად საინტერესო რომ აი რაღაც იცით აი მართლა აღმოჩენის ტოლფასია და განცდაც არის მართლა საოცარი, არაფერს არ შეედრება, იმიტომ რომ პოულობ ინფორმაციას, რომელსაც არ ელოდები და აი ეს არის სასიამოვნო, ხან სამწუხაროდ შეიძლება უსიამოვნო მოულოდნელობა, მაგრამ მაინც ახალი ფაქტი და რაღაცას ნათელი ეფინება და მე განსაკუთრებით ეს რომანები მიყვარს ხოლმე. აი რომანებს ამ ვიტყვით შენს თემას გავაგრძელებ, მე აბსოლუტურად შემთხვევით მქონდა საქმე რამდენიმე წლის წინ ექვთიმე თაყაშვილის არქივთან. ეხლა ექვთიმე არის
პატიოსნებისა და სიწმინდის რეალური განსახიერება. თუმცა ერთგან სრულიად მოულოდნელად მე სამეგრელოს ტაძრებთან დაკავშირებით ვეძებდი რაღაც მასალას და მის არქივში აღმოჩნდა იონა მეუნარგიას ვაჟის რვეული, რომლითაც მან აღწერა სამეგრელოს ერთ-ერთი მონასტერი. და შემდეგ აი ესეთი გაკრული ხელით ექვთიმე თაყაიშვილი ამ რვეულზევე წერს, რომ აი ესათა ეს გაზეთიო არ მახსოვს რომელი გაზეთი იონა მეუნარგიას შვილსო სასტიკად მოექცაო და მეო ძალიან აღშფოთებული ვიყავეო ამის გამო ამ ბავშვსო მიაბრალესო რომ თითქოს ქართული არ იცოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდაო ეს ბავშვი შემდეგ ტრაგიკულად გარდაიცვალა იონას ვაჟი და აი ამ იქვე არის გამოსარჩლებული ექვთიმე თაყაიშვილი. ალბათ თქვენი ნათქვამი რო ვთქვათ, ისინი წერდნენ ეპისტოლარული მემკვიდრეობა იყო, ალბათ უგზავნიდნენ წერილებს, ალბათ იბეჭდებოდა კიდევაც, მაგრამ ხდებოდა ასეთი მომენტი, როდესაც ესა თუ ის ადამიანი, მათ შორის დიდი საზოგადო მოღვაწეების და უფრო მეტად დიდი საზოგადო მოღვაწეების შვილები ხდებოდნენ სხვადასხვა თუ შეიძლება ითქვას, ესეთი დაუზუსტებელი ინფორმაციის მსხვერპლი და ეს ალბათ პრესისათვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი. თუმცა გამოსარჩებულია თავისთვის, ხო? თავისთვის არის გამოსარჩებული. მე დიდხანს ვეძებებ ეს საერთო არ დაწერა, მაგრამ ამას ვერ მივაკლია. ყოველ შემთხვევაში, რადგან მან ეს დაწერა, მას ჩაფიქრებული ქონდა მისი საზოგადოდ გამოქვეყნება, ან მოასწრო, ან ვერ მოასწრო, მაგრამ გამოესწრო. ეს ჩვენი სტუმრების საუბარი მეგონი შეცვლის თელი პრესის მიმართ დამოკიდებულებას, საიდან მოდის და გარდა იმისა, რომ იმ კაგარეთელის ქუჩაზე მდებარე ეს ულამაზესი შენობა არის ამდენი რამის მუზეუმი ხო? მისტიკურიც არის, როგორც ამბობენ და ამბობენ რომ მოჩვენებების სახს კოშკი არ დაუტოვებიათ ამ დრომდეო, ხო? და ერთი ღამის სასახლეს რატო უწოდებენ? ესეც საინტერესოა. პირველი დავიწყოთ ერთი ღამის სასახლეს რატომ უწოდებენ? ეს არის რომანტიული ისტორია, უკავშირდება გრაფ ოლდენბურგსა და პრინცესა აგრაფინა ჯაფარიძე დადიანისას. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, პრინცესა აგრაფინა იყო მართლაც ენით აღუწერელი სილამაზის ქალი, იგი დაიხატა მიხაიზიჩის მიერ ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გმირი იყო და როგორც იტყვიან მთელი თბილისი მისი გულის მოგებას ცდილობდა ამ ლამაზი ქალბატონისას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბევრმა ეს ვერ მოახერხა და როდესაც აგრაფინა ჯაფარიძეს ერთ-ერთ წარმოდგენაზე ხატავდა მიხაიზიჩი, იქ ნახა იგი პრინცმა ოლდენბურგმა, რომელიც იყო რუსეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ძალიან ახლონათესავე, ამასთანავე იყო ძალიან მდიდარი და როგორც იტყვიან, ამასთანავე თავისუფალი, მას არ ჰყავდა ცოლი და აგრაფინა ჯაფარიძე რომ დაინახა, რომ იტყვიან, ჭკუა დაკარგა. ჩვენმა პრინცმა დიდი ხანი აწარმოა გადმოცემის მიხედვით მოალაპარაკებები, მაგრამ ქალბატონთან არაფერი არ გამოუვიდა, ესე იგი როგორც ქართული ციხესიმაგრე, ისეთი შეუვალი იყო ჩვენი აგრაფინა ჯაფარიძე. უკაცრავად, ქალბატონი აგრაფინა ჯაფარიძე გათხოვილი იყო თუ ისიც თავისუფალი? აგრაფინა ჯაფარიძე იყო გათხოვილი პრინც ტარიელ დადიანზე. აქედან გამომდინარე მის შეუვალობას კიდევ ეს უფრო ამყარებდა, მეტ არგუმენტს აძლევდა და რამდენჯერმე აი გადმოცემის და ლეგენდის თანახმად რამდენჯერმე პრინცმა მას სთხოვა რომ ერთად შეხვედრილი იყვნენ და ასე შემდეგ ერთად ემოგზაო. კი, პრინცი იყო საკმაოდ თავხედი, თავისი გერმანული პირდაპირობით იგი ერთხელაც ესტუმრა პრინც ტარიელ დადიანს და ისევ ვამბობ, ეს არის ლეგენდა, რომ 1 მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზა აგრაფინა ჯაფარიძის სანაცვლოდ. ეს ერთი ვერსია. მეორე ვერსიით პრინცმა წააგო ბანკოში თავისი მეუღლე და აი ბიჭი წააგო მეუღლე თუ უბრალოდ დიდი ვალები დაეკისრა და პრინცმა სანაცვლოდ მისი ქალბატონი აგრაფინას თავი ითხოვა, ასე თუ ისე ბოლოს მთელი თბილისი ასე ხუმრობდა. ტარიელმა პრინც მისცაო, აგრაფინა კისკისაო. მაგრამ ჩვენი აგრაფინა გითხარით, რომ საკმაოდ ღირსეული ქალბატონი იყო, საკმაოდ შეუვალი, ის ასე ადვილად არ დანებდა პრინცის ამ თუ შეიძლება ითქვათ მოზღვავებულ ნებას და ახირებას და სანაცვლოდ მას აუშენეს ის სასახლე, რომელშიც დღეს ჩვენი მუზეუმია განთავსებული.
ეფექტი იყო რაც საოცარი მაგალითად გადმოცემის მიხედვით პირველ დღეს როდესაც მეძლისზე შევიდნენ მამაკაცებმა შარლისტოტები აიწიეს და ქალბატონებმა კაბები იმიტომ რომ ეგონათ წყალში შევიდნენ ამის მიზეზი იყო რომ ვენეციური ბროლით იყო დაგებული იატაკი და ზემოდან განათებული იყო ისე რომ იქნებოდა წყლის ლივლივის ეფექტი აი ამას შემდეგ მოყვა 1000 გადმოცემა რომ კოშკში მოჩვენება დადის რომ სადღაც სახურავებში ჩდება ბევრი ხვება და ასე შემდეგ მე მაგალითად როგორც ახლა მე პირადად აგრაფინა არ შემხვედრია ესეთი ანეკდოტიც მაქვს მოსმენილი რომ ესე 50-იან წლებში ყოფილა თუმცა ძალიან პოპულარული ჩვენ ესე დახვეული კიბეები გვაქვს და იქ ამოდიოდა ერთი მოხუცი ქალბატონი რომელსაც შეხვდა მეორე ძალიან ლამაზი ქალბატონი და შეხედა და უთხრა მეო ქალბატონო თქვენო მუზეუმის თანამშრომელი ბრძანდებით თუ აი აქ მოვედიო რომ გავარკვიო მოჩვენება არის თუ არაო და ლამაზმა ქალმა შეხედაო და უთხრა 200 წელია ქალბატონო აქ ცხოვრობდა ჯერ მე მოჩვენება არ აბა რა გითხრათ მაშინ რო ყოფილიყავით ჟურნალისტი როგორ სათაურს გავუკეთებთ ჰედლაინი რა დაიწერებოდა მე ესე გავაკეთებდი ერთი ღამის სასახლეში მოჩვენება გელოდებათ ამავებს კიდე დაუბრუნდებით და ეხლა ირმასთან ისეთი დღის ჭორაობის ფუფუნება გვაქვს და ეხლა მაინტერესებს გრიგოლ რობაქიძის ბოლოს სიყვარულზე რომ მოგვიყვეთ როგორ წერილებს წერდა მას და ასე შემდეგ ну ეს კოცნობილი ფაქტია რომ გრიგოლ რობაქიძის ბოლოს სიყვარული ეს არის გრაფინია გიტა შტრახვიცი რომელსაც ის თავისი სიცოცხლის დასასრულს შეხვდა და ერთი წლის მანძილზე კონდად მიმოწერა. ნუ ვამბობთ მიმოწერას, თუმცა არქივებში დაძებნილი არის მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის წერილები, რომელსაც ის წერდა ქალბატონ გიტას და ეს წერილები სხვადასხვა გზით ჩამოვიდა საქართველოში. ახლა უკვე რამდენადაც ჩემთვის ცნობილი 100-მდე წერილია ჩამოტანილი და რამდენიმე წლის წინ ქალბატონმა ქეთევან შერვაშიძემ თარგმნა და გამოიცა ნაწილი ამ წერილებისა, მაგრამ მათი რაოდენობა გაიზარდა კიდევ სადღაც 100-ან შეიძლება უფრო მეტიც იყოს. პასუხები, რომელსაც სავარაუდოდ ღებულობდა მწერალი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ ესეც ამასაც მოეფინება ნათელი და მოეფინება ნათელი ისევ და ისევ არქივებში. გრიგოლ რობაქიძის არქივის ბედი ცოტა რთულად წარიმართა დიახ მისი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ კვლევაძიება მიმართულებით მიმდინარეობს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. სხვაობა მათ შორის იყო ძალიან დიდი ასაკობრივი, იმიტომ რომ რობაქიძე უკვე მოцаრი მიტანებული და გრაფინია ეს ქალბატონი გიტა არის 30 წლის დაახლოებით ესეთი მისტიკური ამბავიც ახლავს. სამაგალითო ამბავია. ჩერდი მისტიკაზე დაიწყო ლაპარაკი. ხო, არის ესეთი მოგონება, რომ 19 წლის იყო გიტა, როდესაც მას ესიზმრა რომ ის შეხვდებოდა ესეთ მამაკაც და 12 წლის მერე შედგა ეს შეხვედრა. საერთოდ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას და ცხოვრებას ახლავს ეს მისტიციზმი, თვითონ ის არის ასე განწყობილი მწერალი, იცით და ეს მის შემოქმედებაშიც იგრძნობა და ალბათ ყველა იმ ფაქტში, რომელიც მის ცხოვრებას უკავშირდება და ეს ბოლოს სიყვარულიც ასეთია, საოცარი წერილებია, იცით, როცა ამ წერილებს ვკითხულობდი, აი მაშინაც როცა გამოიცა და ახლაც როცა თქვენ გადაცემაში მოვდიოდი, ესეთი განცდა არ გტოვებს, იცით, რომ ეს არის რაღაც აღსარება უფრო საკუთარ თავთან და აი რაღაც ესე იგი ეს ადამიანი, რომელსაც მიემართება წერილი, სულად რეალური ადამიანია, მაგრამ ამავე დროს ეს არის რობაქიძისათვის გზა ერთგვარი, რომ შეაჯამოს თავისი ცხოვრება, თავისი შემოქმედება და ის ისეთ დეტალებზე საუბრობს და ის არა დეტალებზეც და რაღაც ისეთ ფართო მნიშვნელობის მქონე საკითხებზეც, რომ ეს განცდა, რომ ეს მისი პირადი აღსარება მის საკუთარ თავთანაც, ეს არ გტოვებს ამ წერილების კითხვისას. ნუ მე არის ესეთი ისტორია, რომ ესე იგი ბოლოს წერილი გიტასი თითქოს შეიცავდა ინფორმაციას, რომ ესე იგი მან უარი უთხრა მწერალს, რომ ესე იგი ვერ მოხდებოდა მათი ერთად ცხოვრება, ერთად ყოფნა და აქაც ისევ რაღაცა მისტიკური ამბავია, იმიტომ რომ აი გადმოცემის თანახმად ეს წერილი გიტასი მიიტანა პოსტალიონმა, ვინც მიიტანა გრიგოლ რობაქიძის ბინაზე, მანვე აღმოაჩინა და რობაქიძე გარდაიცვალა. ანუ ეს რაღაცა ისეთი ისტორია, რაც ალბათ ანუ ისე გარდაიცვალა, უარი ვერ მიიღო. ვერ მიიღო და თან სულ ეს განცდაც არ გტოვებს, რომ აი ეს ბოლოს სიყვარული რობაქიძის, აი ეს ისტორია
მწერალია. რა თქმა უნდა, ძალიან გავს მისი საყვარელი და მისი რჩეული მწერლის გოეთეს ცხოვრების, ასე ვთქვათ, ბოლო 80 წლის იყო რომ გარდა დაახლოებით 20 წლის იყო. დაახლოებით. დიდი განსხვავება მაშინ და დღევანდელ ამბებს შორის. დღეს რო გონია ძალიან თვითონ ლამაზი ისტორიაა და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი გრიგოლ რობაქიძის ფენომენის გახსნისთვის. ხო, წერილი ისეთი ინტიმური არის, აბსოლუტურად სხვა სახით გაჩვენებს ადამიანს. მithumetes როგორც ვიცი, რაღაც ბოლო წლები საკმაოდ მარტოობაში გაატარა. ძალიან მარტო იყო და მარტოსული იყო. ეხლა რა მაინტერესებს, რა აკავშირებს შტეფან ცვაიგთან გრიგოლ რობაქიძეს? რობაქიძეს შტეფან ცვაიგთან აკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი რამ. კერძოდ, მათ ერთმანეთი გაიცნეს 27 წელს მოსკოვში, როცა ტოლსტოის იუბილე მოსკოვში და იქ იყო ჩასული რობაქიძეც, ცვაიგიც იქ მოხდა ეს გაცნობა და ამის შემდეგ მიმოწერა იწყება მათ შორის და 28 წელს უკვე გერმანულად იბეჭდება ეს გველის პერანგი და არის ცვაიგის წინასიტყვაობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ამის შემდეგ მათ ბევრგან არის ასეც მითითებული, რომ ცვაიგი არ ტოვებს რობაქიძეს უყურადღებოდ და ესე იგი მას ძალიან ცდილობს რომ მას სადღაც დაეხმაროს ხელი გაუმართოს, როცა ის უკვე ევროპაში გადადის რობაქიძე, ასე ვთქვათ, აქედან გადევნილი. მაგრამ ჩვენთვის, როგორც ჩვენ ლიტერატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ. ცვაიგმა აი ამ წინასიტყვაობაში გენიალურად განსაზღვრა რობაქიძე როგორც მწერალი და ალბათ შორსიარული ხანდახან საჭიროც არ არის, იმიტომ რომ თუ ამ წინასიტყვაობას კარგად და ყურადღებით წავიკითხავთ, მთავარი შტრიხები გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების ცვაიგმა იმთავითმე გამოავლინა და ეს იმდენად მნიშვნელოვანი წინასიტყვაობაა, რომ ამით შეიძლება აიხსნას ისეთი საკამათო საკითხებიც კი, როგორიც არის მაგალითად ფაშიზმი და რობაქიძე ეს რომეყბადაღებული საკითხი ხო რომელზეც განსხვავებული აზრები არსებობს და აი ამასაც კი აი ეს მიდგომა ცვაიგის როგორც ის ხსნის მწერალს ასე რომ ცვაიგის და მისი ურთიერთობა არსებობს წერილები ჩვენ ეს წერილები ლონდონში იქნა მიკვლეული რამდენიმე წლის წინ ძალიან ბევრი წერილია და სხვა შორის ლიტერატურის ინსტიტუტმა მიიღო შემოთავაზება თავის დროზე რომ ჩვენ გვემუშავა ამ არქივებზე ამ წერილებზე დასავლეთში მაგრამ შემდეგ ეს პროექტი ვერ განხორციელდა იმიტომ რომ სერიოზულ ფინანსურ პრობლემას უკავშირდება მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წერილი რაც მე ვიცი ეს არის ესე იგი წერილები ძირითადად ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე ეს არის ორი დიდი შემოქმედის აზრების გაცვლა გამოცვლა ეს პირადად ძალიან კარგად არიცნობენ ხო ერთმანეთს პირადად ანუ შემოქმედებით შეიძლება ერთი შეხვედრა იყო და ეგ იყო ეს სიფრთხე არის ძირითადად შემოქმედებითი და კულტურის ისტორიისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წერილებს თან გენიოსი უნდა იყო რომ ესე უცებ მარტო ამ ერთი ნახვით მე ვფიქრობ რომ არ არის მარტივი როდესაც ყველასათვის უცნობი მწერალი შედის ევროპულ სივრცეში ცვაიგის წინასიტყვაობით 95 წლიდან გადავდივარ და მოჩვენება არ შემხედრია გავიდეთ ახლა რეკლამაზე და ცოტა ხანში დავბრუნდები და განვაგზობთ ჭორაობას რომელიც სულაც არ არის ახლა ცუდი გაგებით ჭორაობა ეს თემებზე ვიჭორავთ ჯობია ცოტა ხანში დავბრუნდებით ეთერში შასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მივირთით მოუთაგენი და კიდევ უფრო მოშინაურდეთ და განვაგზოთ ქვეყნისთვის ისტორიულ ჭორებზე და ამბებზე საუბარი. გიორგი, შეგიცნობ როგორც დადიანების მეხოტმეს და მემატიანეს და სულ ცოტა ხნის წინ ალბომიც გამოიცა დადიანების შესახებ, ხო? რამე ესეთ ფაქტებს ხო არ გადააწყდით, ბევრს გადააწყდებოდი, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულად გამორჩეული ხო არ იყო, ყველაზე შთამბეშტავი რაღაც ესეთი ალბომი ხო არ იყო რა? მე ესეთი დადიანები ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი გვარი საქართველოს ისტორიაში და რა თქმა უნდა მთელი ისტორიის განმავლობაში ამ გვარს ახლავს ძალიან ლამაზი ისტორიები მაგრამ მათ შორის სუბიექტურად ვარ ასე განწყობილი გამოვარჩევდი უბრწყინვალეს პრინც ანდრია დადიანს რომელიც იყო ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი რჩეული დედისთვის და პირველი ქართული პროფესიული ჭადრაკის ფუძემდებელი. ანდრია გარდაიცვალა ისე რომ მას ცოლი არ მოუყვანია, მემკვიდრე არ დარჩენია
და აქედან გამომდინარე ის გარეგნობით იყო ძალიან ლამაზი ახალგაზრდა, თან სპეციალად იცვამდა ლეი გვარდიის ჰუსართა პოლკის ტანსაცმელს, ეს იყო სულ ბეწვით გაფორმებული და იმდენად ლამაზი და მომხიბვლელი ახალგაზრდა იყო, რომ ვისბადენში დაიბეჭდა მისი ფერადი ღია ბარათები, რომელიც იყიდებოდა და ძირითადად ახალგაზრდა ქალბატონები ყიდულობდნენ ანდრეას ამ პორტრეტს. აქედან გამომდინარე ეს ვაჟკაცი არ იყო მიჩვეული სუსტის სქესისაგან უარს და ერთხელაც ეს ფრანგულ პრესაში დაიბეჭდა და შემდეგ მე მომიყოლა ცნობილი ჭადრაკის მკვლევარი თენგიზ გიორგაძე მოხდა ასეთი ამბავი მან პარიზში სენის პირას თუ სადღაც გაიცნო ერთ-ერთი ფრანგი ქალბატონი რომელიც ძალიან მოეწონა და შესთავაზა დამეგობრება, თუმცა ქალბატონისაგან სასტიკი უარი მიიღო. ნუ ანდრეა ამას არ იყო მიჩვეული, გავიდა რამდენიმე ხანი, მან ეს არ დაივიწყა ეს უარი და ერთხელაც ეიფელის კოშკთან მახლობლად, სადღაც ტავერნაში ის შევიდა სადაც დაინახა ეს ფრანგი ქალბატონი, რომელმაც აგერ სულ რაღაც ერთი თვის წინ სასტიკი უარი სტკიცა. დაინახა ეს ქალბატონი, რომელიც თავის ფრანგ კავალერთან ერთად ზის და მიირთმევს შამპანურს. დადიანი იყო საოცრად გაბრაზებული, ის შევიდა ტავერნაში, დაჯდა, დაუძახა მიმტანს და უთხრა, რომ მოეტანათ მისთვის ყველაზე საუკეთესო შამპანურის ბოთლი. მოუტანა ეს შამპანურის ბოთლი, შემდეგ კნიაზ მენგრელსკიმ გასცა ბრძანება, რომ შემოიყვანა ცხენი, რომლითაც ის დადიოდა და აი ამ ქალბატონის დასანახად მთელი ბოთლი შამპანური დაალევინა ამ ცხენს. ქალბატონმა ტირილი დაიწყო და გავარდაო ტავერნა, მაგრამ დადიანის შურისძიება იყო საფრანგეთ. სასტიკად მოქცეულა. მე ამის სათაურიც მაინტერესებს. წარმომიდგენია როგორი სათაური იქნებოდა დღეს. ამ ამბის შემდეგ. შამპანიური დაიწუნა. და ის სასახლის გადაწყვასთან დაკავშირებით ის ეს შეიტანა ეს ინფორმაცია როგორც საკმაოდ რეალურია, იმიტომ რომ სერგი ჭილაემ თავის ცნობილ რომანშიც შვილებშიც შეიტანა. თქვენ იცით რომ აქ მოღვაწეობდა და სიცოცხლე დაასრულა პრინცმა მიურატმა, ის იყო იოაჰიმ მიურატის შთამომავალი და ნაპოლეონის საგვარეულოს ძალიან ახლო წარმომადგენელი. მას ცოლად ყავდა სალომე დადიანი, ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში დადიანების ოჯახს ჩვენ დასამარცხინოთ, ქვეყნის დასამარცხინოთ ძალიან გაუჭირდათ და ისინი უკვე ბევრი ქვეყანას ტოვებს ამ ფინანსური პრობლემების გამო, მაგრამ პრინცი მიურატი საქართველოში რჩება, ის ფეხში შველა გლეხებთან ერთად დადიოდა, თქვათ ოჯალეში მოაშენა, მათთან ერთად ხნავდა, თესავდა და ასე შემდეგ. მაგრამ მათ უჭირდათ, ფინანსურად უჭირდათ და ერთხელაც ერთ დღესაც ცეცხლი წაეკიდა დადიანების სახელოვან სასახლეს 24 ოთახიან ხის სასახლეს და მთლიანად დაიწვა. როგორ უნდა გიჭირდეს რომ აქამდე მივხვიდე, ხო? მთლიანად დაიწვა ეს სასახლე. იმდროინდელ პრესაში როგორც წერია, ამ ნიადაგზე ინერვიულა პრინცმა მიურატმა და მას ტვინში სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა. თუმცა, აი როგორც სერგი ჭილაიას რომანში არის შეტანილი და არსებობს ამისი ისეთი სერიოზული მოთქმა, სალომემ იფიქრა რა გამოსავალი უნდა ეპოვნა. მას სასახლე დაზღვეული ჰქონდა, ამიტომ ღამე მთლიანად გამოიტანა მთელი ავეჯი, მთელი საგვარეულო ქონება დადიანებისა და როგორც ჩანს ეს რეალურია, იმიტომ რომ დღესაც დადიანების სასახლეში ეს ნივთები ინახება და შემდეგ თვითონვე წაუყიდა ცეცხლის სასახლეს. მან მიიღო დაზღვევის თანხა თითქოს და დაეწვა, მაგრამ სინამდვილეში ეს არაფერი არ იყო დამწვა. პრინცმა მიურატმა, რომელიც იყო საფრანგეთის ლამის ტახტის მემკვიდრე, ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი არა სალომეთი, არამედ იმ მდგომარეობით, რომელშიც მისი გვარი ჩავარდა და აი ამ შეურაცხყოფის გამო ვერ აიტანა და თავი მოიკლა. აი ეს არის ეს ტრაგიკული ისტორია, რომელიც განვითარდა მაშინდელ საქართველოში. თუმცა იმდროინდელი ქართული პრესა ამ მიმართებით იყო ძალიან კორექტული იყო, არაფერი ზედმეტი არ დაწერინა, იმიტომ რომ ყველა ძალიან დიდ ანგარიშს უწევდა იმას, რომ დადიანის ასული იყო ფრიად დამწუხრებული და ამაზე არ ღირდა საუბარი. ეხლაც ეგრეა ვითომ? მე მაინც მიმაჩნია, რომ პრესა უნდა იყოს კორექტული. აუცილებლად. ირმა, აი ახლად მოძიებული მასალები, აკაკი წერეთ, თრის წერილები, ასე ვთქვათ, ცვლის თუ არა წარმოდგენას აკაკის, ანუ ეს ყველაფერი რაღაც ახალი, ამაზე ვისაუბროთ და მის და ილიას ურთიერთობებზე, რატომ მოუწია მას რაღაც განმარტება, ანუ საზოგადოებისთვის?
სხვა შორის მე მოვიტანე ეს გამოცემა, ეს ლიტერატურის ინსტიტუტმა გამოსცა შარშანეს წიგნი, აკაკი წერეთელი უცნობი პუბლიცისტიკა და აი აქ ჩვენ შევიტანეთ ძალიან ბევრი ისეთი წერილი, რომელიც ან ერთხელ იყო დაბეჭდილი, ან საერთოდ არ იყო, ან არასრულად იყო დაბეჭდილი. აი ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი წერილი არის ილიას აკაკის წერილი ილიასთან ჩემი დამოკიდებულების შესახებ. და ესე იგი ეს არის 94 წელი და ძალიან დაძაბულია, ესე იგი ურთიერთობა ქართულ საზოგადოებრივ, ასე ვთქვათ, აი ამ სარბიელზე უკვე იწყება, აი ამ სხვადასხვა ძალების დაპირისპირება და რასაკვირველია იმ ადამიანების ინტერესში ვისაც უნდა საქართველოს საქმე ისე არ წავიდეს, როგორც საჭიროა, პირველ ყოვლისა არის აი საზოგადოებრივი აზრის ამ ორი ლიდერის მაქსიმალურად ერთმანეთთან დაპირისპირება. აი ამის პასუხად ეს აგორებულია ეს ამბავი 90-იან წლებში და რაღაცნაირად ყველა ამაზე ფუთფუთებს, ყველა ამაზე ჭორაობს, ყველა სახლში, რომ ილიამ ეს თქვა, აკაკი ეს უპასუხა, აკაკი მასე დაწერა, ილიამ და აი ასე შემდეგ. და აი აკაკი წერს აი ამ წერილს, რომელიც ძალიან საინტერესოა და რას ამბობს, იცით? ამბობს ესეთ ფრაზას, რომ ის რომ ადამიანს ყველაფერში დაჯერდი უდასტურებს დიდ პატივისცემას ილიას. შემდეგ ამბობს, რომ დათანხმება ყველაფერში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეს ადამიანი ძალიან გიყვარს და მასთან არ დათანხმება შესაბამისად არ ნიშნავს, რომ შენ ის არ გიყვარს. ჩვენ შეიძლება ერთმანეთს რაღაცაში არ ვეთანხმებით, მაგრამ სიტყვა სიტყვით წერს. ჩვენ ორივე მივდივართ რომში, სხვადასხვა გზით. ესე იგი, ის თვლიდა, რომ გზა მათი შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა მიზანი ჰქონდათ ერთი, მაგრამ მათი მიზანი იყო ერთი და ის მასშტაბი ენა გაკაჭკაჭებულად იხსენიებს იმ პოეტს, ვისაც პასუხად რეალურად ის ამას წერს. და ისეთი კარგია ეს წერილი, რომ ეს აძლევს მორალურ უფლებას აკაკის, რომ შემდეგ გვიან ილიას გარდაცვალების მერე 1911 წელს ისიც აქ არის შეტანილი, დაწეროს სრულიად არაჩვეულებრივი პატარა ერთი აბზაცია ჩანაწერი ილია მზე. ეს არის საოცარი ტექსტი. ტექსტის გარეშე ვერ წაიკითხავთ, იმიტომ რომ ეს არის ჯერ ერთი რაღაცა უზარმაზარი პატივისცემის გამოხატვა. მე აი რაღაცა პატივისცემაც აღარ არის, ქედის მოხრა ილიას წინაშე და აი ეს ორი მისი, ასე ვთქვათ, წერილი აი რაღაც ისე იკურება, იცით, ერთმანეთს ისე პასუხობს, არავითარი აქ არ არის არც აცდენა, არც ის რომ მას რამე შეეშალა და მე გამოასწორა. არაფერი. ხო და როგორი დეფიციტია დღესდღეობით აი ასეთი რაღაცეების, როდესაც ადამიანს ღირსეული ურთიერთობის შეიძლება სხვადასხვა აზრზე იყო, მაგრამ ეს წარმოდგენა სხვა აზრი თუ გაქვს, ის დამთავრებულია უკვე იქ. ერთი ეს და მეორე თქვენი კითხვა რაღაც ცოტა სხვანაირი რაკურსით მინდა განვიხილო, თქვათ ეს ილიასა და აკაკის არეხება. აი მე მაგალითად ის რაც მოგიყევით გადაცემის დასაწყისში აგრაფინასა და პრინცის ურთიერთობა, ხომ? პირველი ეს არასოდეს არ ყოფილა ასეთი ქილიკისა და თამამად ვიტყვი უზრდელური ურთიერთობის და განხილვის საგანი იმ დროინდელ საქართველოში, იმიტომ რომ იყვნენ ძალიან ღირსეული ადამიანები და ყოველთვის ძალიან დიდ პატივს მიაგებდნენ ამას. და მეორეც ეს არის ლეგენდა. ლეგენდის მომხიბვლელობა სწორედ ასე არის. ეს არის თორე მე ეხლა თქვენ დანამდვილებით ნამდვილად ვერ გეტყვით ეს ასე მოხდა თუ არ მოხდა და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ რომ მივიღოთ ეს ისე როგორც ჩვენთვის კარგია და გვაწყობს, ხო? იმიტომ რომ ღირსეულები იყვნენ და ღირსეული საზოგადოებაც იყო. ღირსეულები იყვნენ და მეორე, აი თქვენ ალბათ გიმოგზაურიათ ევროპის ქვეყნებში. არ არის ფაქტიურად სასახლე, სადაც არ გიყვებიან თქვა რაღაც ასეთ ლეგენდას, ხოსტი, მოჩვენება, ანუ ტურისტებისთვის მოზიდვისთვის მნიშვნელობა. აი არ დაგიმალავთ. ჩემთვის თავარი რა არის, როგორც თქვა ამ შემთხვევაში მუზეუმის ხელმძღვანელისათვის, რომ თავარია ახალგაზრდა მოვიდეს სასახლემდე. თუ მოვიდა სასახლემდე, შემოიტყუოთ. მე გარკვევს, მე მას იქიდან გასვლა არ მოუნდება. სწორედ ასეთ ისტორიებს მოჰყავს თანამედროვე ევროპაში ახალგაზრდობა და ეს არის სამუზეუმო მენეჯმენტის ნაწილი. რა თქმა უნდა. მოყავს ახალგაზრდა მუზეუმში და შემდეგ იქ უკვე მას ისეთი საგანძური ხვდება, რომ მას იქიდან გასვლა არ უნდა. ამის გაფორმებაც და რა თქმა უნდა, ამის გაფორმებაც, თუმცა ჩვენ ინდივიდუალობისათვის რაც არის დამახასიათებელი, ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ყოფილა ჭორი, ყოფილა მithქმა მოთქმა, მაგრამ ღირსების შემლახველი და ადამიანის პირადი ცხოვრების გამოუბედურებელი მე ესეთი რამ არ შემხვედრია.
ეს იყო საკმაოდ ღირსეული საზოგადოება, რომელიც ყველა მძიმე საკითხსაც ძალიან ღირსეულად აი იღებდა. ამას ადასტურებს ეს ყველა ბოლო დროის მიგნებები. ირმა, როგორ ბარათებს წერდა ილია თავის მეუღლეს და ეხლა აკაკი ძალიან დავაინტერესდა რა უპოვეს ხელჩანთაში წიწამურში დაჭრილ ოლღა გურამიშვილს ხო ეხლა აკაკი თქვენ მოიგონეთო თუ მართლა ჩვენ არ მოგიგონეთ არა ჩვენ ვკითხავთ მაგასო ეს არის მართლა ესეთი აი ძალიან საოცარი ამბავია როდესაც წიწამურთან მოხდა ეს ტრაგედია და როცა ოლღა გურამიშვილი არის დაჭრილი მას უპოვეს ილიას წერილები, რომელიც თურმე ყოველთვის თან დაგქონდა, წარმოუდგენელია და არა მარტო თან დაგქონდა, ანუ დროდადრო აწყობდა მინდვრის ყვავილებს, რომელსაც ცვლიდა. ანუ ეს იყო წერილები, ეს არის მიმოწერა 10 წლებზეა ეს მიმოწერა, ხო, იმიტომ რომ ოლღას და ილიას მიმოწერა იწყება მათ ქორწინებამდე და აი მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ქალბატონი დაატარებს ამას როგორც მისთვის ყველაზე ძვირფას ნივთს და აი იმ დროსაც ესე იგი ეს იყო ყველა გაოცებული რომ აღმოუჩინეს ეს შეგრული ბარათები რომელშიც ეწყო მინდვრის ყვავილები ყველა რასაც მოწონდა წაიკითხავდა რომელიც მოეწონება და იმაში ესე იგი ჩადებდა და ეს იყო მართლა ეს საერთოდ დიდი ისტორია სიყვარულის და ისეთი რაღაც ძლიერია მათი სიყვარულის ისტორია რომ ამის ფონზე რაღაც უფერულდება ყველა ის პატარა ჭორი და ისტორიაც თუ რაღაც გადმოცემა რომელიც შეიძლება ხა ილიასაზე ცნობილია ეს მსახიობი გაბუნია იქ რაღაცა მუხს და ამას ეს ალბათ ცხოვრება არა დაუჟდა რა მოხდა ეხლა როგორც ილიასთვის ეხლა მაგრამ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უფერულია აი ამ დიდი ილიას ყავდა გვერდით მართლაც ის ადამიანი რომელიც მას ძალიან ჭირდებოდა და რომელსაც მისი ძალიან ესმოდა. იცით რა, თუნდაც ის მუხში ჩაჯდომა იყო საფუძველი იმისა, რომ პროფესიონალური ქართული თეატრი დაფუძნებული იყო. ბარი რაღაცები რა. სწორედ ამ ქალბატონის არქივი ინახება ჩვენს მუზეუმში. ეს უზარმაზარი არქივი, მე უბრალოდ რამდენიმე სიტყვით მინდა შევჩერდე თვითონ ამ ქალბატონზე. ეს არის ულამაზესი ქართველი ქალი. მეორე მე აკითხული მაქვს მისი წერილები და ნანახი მაქვს მისი არქივი ეს არის ძალიან ღირსეული ქალბატონი, ძალიან ღირსეული ქალბატონი, აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ ლეგენდა, რომელიც ჩვენ სწორედ ისე უნდა განვარცხოთ, რომ ამან მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოცია უნდა გამოიწვიოს და როცა აი მართლა როცა ასეთი სიყვარულია, რასაც აი ჩვენ ვაკვირდები და როცა ესე იგი მისთვის ესე იგი ადამიანს რაც შეიძლება თან დაქონდეს, ის რაც ყველაზე მეტად ეძვირფასება. რა მინდა თარგმანზე მინდა აი ეს უბინაო კაცი ნიუ-იორკში ხო? აი ვინ არის ორიგინალური ტექსტის ავტორი და რატო დაინტერესდა თქვათ ილია რომ ეს ეთარგმნა რა ენიდან თარგმნა? ნუ ილია ხო საერთოდ ამოუწურავია 20 ტომს ვამთავრებთ ახლა გამოცემას ლიტერატურის ინსტიტუტი და უკვე დადგა საკითხი დამატებითი ტომი. ვეღარ წვდები ეს არაფერი არ მთავრდება. მოკლედ რასაც ახლა ძიმა მეკითხება, ეს არის 30 წლიანი სამეცნიერო დეტექტივი, რომელშიც ლიტერატურის ინსტიტუტი ჩართულია 80-იანი წლებიდან და დასრულდა გასულ წელს. რა ხდება, მე არ ვიცი მართლა. ჯერ აღმოჩნდა ილია ნოველა უბინაო კაცი ნიუ-იორკში ილიას თარგმანი ეს ხდება 80-იან წლებში აღმოჩნდა რომ ეს არის გადმოწერილი 1878 წლის ივერიიდან ილიას თხოვნით და რომ ესე იგი ყველა კრიტერიუმით დადგინდა რომ ეს თარგმანი ეკუთვნის ილიას. თარგმანი გავიგეთ, მაგრამ საიდან რაენიდა ხო? ეხლა ამის შემდეგ იწყება შემდეგი 10 წლეული, რომ რადგან ილია ძირითადად თარგმნიდა რუსულიდან, მოდით ეხლა ვიკვლიოთ რუსული პრესა აი ამ პერიოდის. ხო და ნუ როგორც იქნა, ესე იგი აჭეშისვენე ზაპისკი იყო ესეთი ცნობილი გამოცემა მიაკულიეს, რომ 1877 წელს ეს ნოველა დაბეჭდილია იქ რუსულად არის ალექსეი პლეშევის თარგმანი. მაგრამ ახლა რო ეგონათ რომ მიღწეულია ის რომ ეხა იქნება ავტორი მითითებული, არა აქ მითითებული, არც ავტორი, არც წყარო, არც შემდეგ დაიწყო იმ ავტორის კვლევა. ეს კი გაირკვა ახლა რომ რუსულიდან არის, მაგრამ ავტორი ვინ არის და საიდან არის? ეხლა წაიღო შემდეგი ეტაპი დაიწყო. სად ვეძებოთ? აი ამ მესამე ეტაპზე მართლა ჩიხური მდგომარეობა არის და ესე იგი აღმოჩნდა, ბოლოს გადაწყვიტეს ტექსტოლოგებმა, რომ ყურადღებით ტექსტ ჩაკვირებოდნენ. ამ ტექსტში არის მოხსენიებული ცნობილი მუსიკოსის კონცერტები, რომელიც ამ დროს მიმდინარეობს ნიუ-იორკში.
ამიტომ კვლევამ გადაინაცვლა უკვე დასავლეთში. და ამერიკაში ქართველოლოგები ჩაერთვნენ ამაში მესამე 10 წლეულზე ველაპარაკობ თითქმის და მოგვივიდა ცნობა რომ კი ბატონო ეს კონცერტები ნამდვილად ტარდებოდა 1872 წლიდან და ესე იგი ეს ნოველა დაწერილია ვინმე ჯორჯ ლეტროპის მიერ, ვინმე არა მწერალი ჯორჯ ლეტროპის, სწორედ აი ამ 72-დან 77 წლამდე. ავტორს მივაკვლიეთ ჯორჯ ლეტროპს, მაგრამ აღმოჩნდა ბაიერო ეს ტექსტი ლეტროპის ჯერ ითარგმნა ფრანგულად, იმიტომ რომ პლეშევმა არ იცოდა ინგლისური, ფრანგულიდან ითარგმნა რუსულად და რუსულიდან შემდეგ 2011 წელს შარშენ დაისვა წერტილი. რა ფასეულობა რა ეს ყველაზე დაისვა რომ მეც მაინტერესებს რა იცი კიდე რა ხდება ისე კი ბედნიერები ვართ ეხლა ვფიქრობთ რომ 4-ზე გამოვცეთ თორე საოცრება იყო ნამდვილი ასე დავეძებდით და მაგრამ ეხლა რა ღირებულება რატო არის ამ ტექსტზე ერთი ამბავი ეს არის არაჩვეულებრივი სიუჟეტი აქვს ამ ტექსტს ეს არის რეალურად ახლა თავი რომ არ შეგაწყინოთ იმაზე რომ აი ღარიბს გლახაკს ადამიანს რომელიც ისა როგორი ღირსება შეიძლება მას კონდეს აი ძალიან ბიბლიური ასე ვთქვათ რაღაც განწყობაზე აგებული ნოველა არის რომელიც როგორც ჩანს ჰაერივით ჭირდება იმ ეპოქის როგორც ფრანგულ ისე რუსულ ისე ქართულ საზოგადოებაში თარგმანების ფონზე მოვიდა ეს მუხტია ეს შენარჩუნებულია ბოლომდე ხო შენარჩუნებულია ერთ-ერთია ტექსტი თითქმის ისე თარგმანია ამ ნოველას არა ილია ბოლოს იყო და მაგრამ ამ ნოველას ქვია left out თავის ორიგინალურად მე სახელები იცვლება ეს ართულებდა კვლევას რომ ყველა ცვლიდა სახელს მაგრამ ილია არის კაცი რომელიც გახსოვთ თქვენ რა ამბავია იმაზე არა მის თარგმანზე კოზლოვის შეშლილის თარგმანზე ნუ ილია ძალიან ფრთხილია რა თარგმნოს ხო აი მაინც და მაინც ამ ტექსტ თარგმნის იმიტომ რომ როგორც ჩანს დეფიციტია ამის არა სათაური რა მაგარია ქართულად უბინო კაცი ნიუ-იორკში ალბათ ყველაზე კარგი შეიძლება ჩვენ ახლა ეგოისტურად ქართული რო ემიტოვა არა ძიმა ხას ნიუ-იორკშია ბინა არა მაგრამ კაცი რომელსაც აქ ღირსება იმ პირობებში რა მაგის ემასაც გიტოვებს სანამ საკითხული გაქვს ფიქრის რომ რა შეიძლება იყოს ხო იმ ალექსანდრე ყაზბეგის უცნობ პიესებსაც შევეხოთ, რომლის გამოცემითაც შესაძლოა, რომ ქართული დრამატურგის ისტორია, ასე ვთქვათ, შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალი იქნება ეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ალექსანდრე ყაზბეგი თქვენს არ ვიცი ალბათ დამეთანხმებით რომ ალექსანდრე ყაზბეგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდად შესწავლილი მწერალი და ძალიან დაჩაგრული ხა ამ ადამიანის ამ შემოქმედის მთელი ასე ვთქვათ ჭყალებში უბედურება არის რა ის იყო გამოკვეთილად ანტი-რუსული ორიენტაციის მწერალი ძალიან გამოკვეთილად ამიტომ ის აკრძალულია ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში საბჭოეთის დაშლამდე ანუ იქაც შერჩევითა ძალიან ესეთი განწყობა, ამიტომ რაც ჩრდილში იქნებოდა, უკეთესი იყო. ნუ არსებობს შესანიშნავი ესე ბატონი ვახტანგ კოტეტიშვილის საპროგრამო გამოკვლევა ყაზბეგზე და ალბათ ყაზბეგს მეცნიერება უნდა დაუბრუნდეს. მე ესე მგონია. მაგრამ ყაზბეგი რთული ბედის შემოქმედია, ის არ იყო დავუშვათ ჩვეულებრივი ადამიანი არ ქონდა მას ის ფიზიკური მდგომარეობა, რომ დავუშვათ ისე ეწერა, როგორც ილია წერდა, ან სხვა ხო, მას ქონდა მძიმე პერიოდები, აშლილობის ფსიქიური, როცა ის ძალიან ცუდად იყო. და ამიტომ იმისი ეს ტექსტები ძალიან ბევრი გაბნეულია, ბევრი დაუმთავრებელია, ზოგან არეულია მაგალითად პერსონაჟები და აი ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე სხვა არის ნაკლებად რომ იკვლევდნენ მაინც და თუ არა, აი სწორი ხარ ძიმა, რთულად საკვლევია. ხო, მაგასაც რთულია. რთულად საკვლევია, იმიტომ რომ ეს რასაც მე ვამბობ, ართულებს ამ მწერალთან მისვლას. ჩვენ ახლა სკოლის პროგრამაზე დარჩენილი. ანუ რაც იყო გამოკვეთილი ხა ბევრი კითხვის ნიშანია ყაზბეგთან. აი რა შემიძლია გითხრათ, თითქმის 50-მდე პიესა, რომელსაც ახლა ლიტერატურის ინსტიტუტში ამუშავებენ ტექსტოლოგები, სადაც ესე იგი ხელწერაც კი არის ძალიან რთული, აი ნამდვილად დაღი ეტყობა ადამიანის, რომელიც კარგად არ არის და აი ეს ყველაფერი ტექსტოლოგიურად როგორც კი მოწესრიგდება და დალაგდება, მართლა მგონია რომ შეიცვლება ქართული დრამატურგია. გიორგი რა თქვა ხო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამის კარგად გამოკვლევა და შეფუთა მე ისე რომ ახალგაზრდები შევიტყუოთ, შემოვიტყუოთ თქვენ და დააკეთე კარი, მე აღარ გამოუშვა. მე აღარ გამოუშვა. თვითონ აღარ მიდიან, იხვეწებიან ცოტა მეტი ხანი.
მე პირადად ძალიან დიდხანს მოვისმენდი აი ამ ისტორიებს და დიდი სიამოვნებით უბრალოდ არ გვაძლევს ახლა დრო, მაგრამ შემდეგში ერთადერთი გამოსავალია მობძანდით სასახლეში და ყველაფერი დიდი სიამოვნებით. კარგით, ეხლა მე დათოს შესახებ ხო ვისაუბრეთ და დავანონსეთ ასე ვთქვათ, რომ დღეს დათო ტურაშვილის დებიუტი შედგება შუადღეში. ჩვენ ანონსი მინდა შევგვთავაზოთ ფოტო კოლაჟის თანხლებით. თითქმის 7 წლამდე ისე საეჭვოდ ვდუმდი, რომ მამა ჩემა ლოგოპედთან წამიყვანა. ექიმად ჩემი მშობელი ღიმილი დაამშვიდა. ეს ბავშვი იმიტომ არ ლაპარაკობს, რომ ფიქრობსო. პირველი ოცნება კოსმონავტობა ყოფილა, ხშირად მესმოდა, რომ ქართველი კოსმონავტი საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ გადავწყვიტე პირველი ქართველი კოსმონავტი გამختارიყავი. მერე როცა 1978 წლის ზაფხულში არგენტინა ჰოლანდიის ფინალი ნახა მან მსოფლიო თასზე, კოსმონავტობის პარალელურად მოინდომა ფეხბურთელობაც. დღემდე ახსოვს უძილო ღამეები, როგორ ხედავდა, როგორ აწოდებდა მოწინააღმდეგე კუთხურიდან ბურთს და როგორ ახვედრებდა ის დათო თავს. მესამე უფრო ბიციერი ოცნება ჰქონდა, ეს მოტოციკლი იყო და სამწუხაროდ რატომღაც არც ამ ოცნებას ეწერა ასრულება. მოკლედ, მისგან ვერც კოსმონავტი გამოვიდა, ვერც ფეხბურთელი, ვერც მოტოციკლისტი, სამაგიეროდ დღეს იგი გახლავთ ყველაზე რეიტინგული ქართველი მწერალი საქართველოში ჰარი პოტერის შემდეგ დათო ტურაშვილის წიგნები მეორე ადგილზეა გაკეთების თვალსაზრისით. დაამთავრა თბილისის 57 საშუალო სკოლა, სწავლობდა თსეუს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ასევე სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ლონდონის, მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას ერლო მახველდიანის სასცენარო სახელოსნოში. დათო ტურაშვილი 80-იანი წლების სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი იყო. 1999 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ხელმძღვანელი. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს, დღეისთვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან. ჯინსების თაობა ავტორის ბესტსელერია დათო ტურაშვილი დღეიდან გადაცემა შუადღეში წიგნების მოხილვას გაუძღვება. ეს იყო მოკლე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ ფანტასტიურ პირიქით დიდი საქმეში. ძალიან მაგარი საქმე ჩვენ სათვიქრებით ყოველთვის თქვენთან ერთად ამ საუბრებს ბოლო არ უწერია, შეგვიძლია ვისაუბრო და ვისაუბრო. მეორე ნაწილი დასრულდა, ჩვენი ლიტერატურული ჭორიკნული შუადღისა, ასე ვთქვათ. დღეს სულ ცოტა ხანში დავბრუნდებით დათო ტურაშვილთან ერთად. წიგნების მოხილვით. დაგველოდეთ, სულ მალე ვიქნებით ეთერში. გამარჯობათ ყველას, მოგესალმებით. ძალიან მინდა დიდი მადლობა უთხრა პირველ რიგში ნესტან კვინიკაძეს, ვინც დააფასა წიგნის მნიშვნელობა. აღმოჩნდა ერთ-ერთი ტელეკომპანია ჯერჯერობით, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივი მცდელობები მქონდა იმისა, რომ რომელიმე ტელეკომპანია დამეთანხმებინა ასეთი ტიპის გადაცემაზე, გულისხმობ ახალი წიგნების წარდგენას, გულისხმობ პოპულარიზაციას წიგნების ლიტერატურის საერთოდ განათლების, ასე ვთქვა და თუ მოგვეცემა ამის საშუალება თქვენი ტელეკომპანია ძალიან გახარებული ვიქნები. მე მქონდა გადაცემა რადიოში, დიმას განსაკუთრებით ახსოვს, ერთად მოღვაწეობდით და სხვა შორის რადიო უცნობში და იყო ყავდა ძალიან ბევრი მსმენელი, მაგრამ რადიო მაინც გარკვეულად შეზღუდულია მსმენელების. ჩვენ დათო უფრო მეტადაც დაკვირთ აქტორთან, შენ თუ გექნება სურვილი. არა, მე მინდოდა რომ ეს სხვადასხვა მარტო ჩემი სურვილი არ იყო. მე არ მიყვარს ტელევიზია, გამოვწყდები და რადიო მირჩენდი. რადიოს ისეთი ინტიმია, რომელიც ტელევიზიას არ აქვს სამწუხაროდ. კი, გეთანხმები მე. და ზოგჯერ და ხშირად ტანჯვაა ნამდვილი ტელევიზია, მაგრამ მეორე პლუსი აქვს, რომ ასეთი მასიური ზემოქმედების საშუალება არ არსებობს კაცობრიობას ჯერჯერობით. ასე რომ კომპრომისზე წასვლა მოგიწევს. ხო და მომიწევს კომპრომისზე წასვლა, სხვა შორის ისე მოხდა, ეს რადიოში გადაცემა მიმყავდა და აღმოჩნდით პატრიარქთან დავკვატიჟა მე და ჩემი ოჯახის წევრები და იქ მითხავ, აი ჩვენ გადაცემა მოვისმენთ, ძალიან კი მოგეწონა რადიოში, მაგრამ იმ რადიოს ცოტა ხალხი უსმენს, ხო ისა მოხეურად რო იცის ხომ. ტელევიზიაში გააკეთო, ხო და სხვა შორის რამდენიმე ხო, ნუ ასე ვთქვათ, უარი მითხრა, იმიტომ რომ მესმის მათი, ისინი ფიქრობენ, რომ რაც მეტი დებილობა იქნება ტელეეკრანზე, უფრო რეიტინგული იქნება ეს ტელეკომპანია და მე მათი მესმის, იმიტომ რომ მეც ეს ძალიან არ არის ესეთი საეჭვო და საკამათო, რომ შეიძლება დღეს სამწუხაროდ შეკვეთა საზოგადოების. ამიტომ მოდი პირიქით გავაკეთოთ ტელევიზია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ტელევიზიამ შეცვალოს იმ ხალხის, იმ მაყურებლის მოთხოვნა, მათი ინტერესები, მათი გემოვნება და ასე შემდეგ. ამიტომ თუ შესაძლებლობა იქნება, აქ ძალიან კარგია
შემდეგია, იმიტომ რომ როგორც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა და ტექნიკური პროგრესი, რა სწრაფი ნაბიჯებით არ უნდა წავიდეს, ახლა ჩვენ ყველანი თანამედროვე ეპოქის შვილები ვართ, მარტივად რომ ვთქვა, ყველანი ვართ მომხმარებლები ინტერნეტის, მეც ახლა ლეპტოპში ვწერ და ასე შემდეგ, მაგრამ წიგნის ალტერნატივა ადამიანის გონებრივი და სულიერი განვითარებისთვის არ არსებობს. ამიტომ ყველა შემთხვევაში მე მირჩევნია, რომ რასაკვირველია ინტერნეტი აჩქარებს ინფორმაციის მიღებას, ნაწილობრივ ცოდნისას, მაგრამ განათლების მიღება, ეს არის მხოლოდ წიგნთან პირდაპირ კავშირში. მეგობარი. რასაკვირველია, ჯიბეში არ არის მოკლედ. შენ ერთ-ერთი წიგნი რომელიც იყო სამგზავრო ვარიანტი, ხო? ჯიბეში ყონებისთვის ჯიბეში ჩაიდებ კარგად, ნებისმიერ ადგილას წაიქ. ხო, ეს სხვადასხვა ძიმა რაღაც უცნაური ამბები მოვყევი ჩემი ბიოგრაფიიდან და სულ ძალიან გამიკვირდა. არის ბავშვების ამბები ძალიან საიდან ყველაფერი დადასტურებულია, ყველაფერი ვინ დაგეხმარა? ჩვენ განსაკუთრებით მომზადეთ. ვინ დამეხმარა იცი შენ. ხო, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა წიგნის მოყვარულებს, ლიტერატურის მოყვარულებს მიულოცო, აი იმ ტელესიუცეში, რომელიც გაჯერებულია ამდენი იდიოტობით, მარტივად ვთქვა და გაჩნდება ერთი ნათელი წერტილი ადამიანებს ექნება საშუალება ისაუბრონ წიგნებზე, რაც თავრე მოისმინონ ახალი წიგნების შესახებ. დღეს რამდენიმე ახალ წიგნს წარმოგიდგენთ დიდი სიამოვნებით, ძალიან მიხარ რომ ამ შესაძლებლობა მაქვს. ეს არის წიგნი, რომელიც ახლახანს გამოვიდა, ალბათ ჩანს ავტორიც და სათაურიც, ეს არის ავღანური დღიურები, დიანა იანსე გახლავთ შვედი, ჟურნალისტი და დიპლომატი, რომელიც მთელი 2 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ავღანეთში და მისი მოღვაწეობის შედეგად დაიწერა ეს წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესოა. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თვითონ ავღანეთი და ეს თემა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, იმიტომ რომ რაღაც პერიოდში ჩვენ ხო იცი კარგავთ ხოლმე საკუთარ ისტორიასთან, წარსულთან შეხებას, მაგალითად, აი ავღანეთთან დაკავშირებით ჩვენ რატომღაც გვიკვირს, რატომღაც გონია რომ ეს არის ახალი თემა, რომ ქართული ჯარისკაცი იმყოფება ავღანეთში. ეს არის უძველესი თემა სხვათა შორის ქართველისთვის, ქართველი მეომრისთვის, იმიტომ რომ სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა სახელმწიფოს ჯარის შემადგენლობაში უამრავი ქართველი იბრძოდა ავღანეთში. მეცაც გეტყვით, მაგალითად არის ავღანეთის ისტორიაში წმინდა ქართული უზარმაზარი ეპიზოდი. მე-18 საუკუნეში ყავდა ჩვენ ასეთი მეფე გიორგი მე-11, რომელსაც ავღანელები და აღმოსავლური ისტორიოგრაფია იცნობს როგორც გურგენ ხანს. აი გურგენ ხანმა აიღო მთელი ავღანეთი, ისეთი მონდომებით, რომ დღემდე ახსოვს სხვათა შორის. ზედმეტი მოვიდა, დღემდე ეს ხო წარმოუდგენელი რამეა. და გურგენ ხანთან ერთად ეს მირვეისი ყავდათ ასეთი ავღანელები, საოცარი ლიდერი, ხო და ამეომარი ხალხია, რომელსაც აიღო სპარსეთი და სპარსელებმა მიმართეს ქართველებს და კონკრეტულად გიორგი მე-11-ს დახმარებისათვის და ჩავიდა დაადუღა იქაურობა და სხვათა შორის მე როცა დარჩნენ, მე მოკლეს გურგენ ხანი იქ მოკლეს, ავღანელებმა მოკლეს. იმიტომ რომ ყოველ წარმოიდგინე ავღანელში, ყოველი მეორე ავღანელი იყო შურის მაძიებელი და მასთან ერთად ძალიან დიდი რამდენიმე 1000 ქართველი სამუდამო დარჩა და დასახლდა. აი ამ წიგნის ავტორმა მართლაც საინტერესო წიგნია, ძალიან მშვენიერი, აი ეს დიანა იანსესი, ბაკუს სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, ახლახანს გამოვიდა, მაგრამ თვითონაც დარწმუნებული ვარ დიანა იანსემ არ იცის, მას აღწერილი აქვს მოგზაურობები თელს ავღანეთში და არ იცის რომ ყანდაარი, რომელიც ყველაზე ცხელი წერტილია, არის ქართველებით დასახლებული, ეს არის ეთნიურად ქართული წარმომავლობის ხალხი. ანუ მან და რა აქვს ეგ? არა, მან არ იცის რომ ეს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდო და ეხლა არ ეცოდინებოდა. და თუ დაკვირვებული ხართ, თქვენს ყველაზე ცხელწელს უკან დაასაჩვენებო ხო CNN-ზე ყველა იმათაც არ იციან რომ ის ქართველები არიან, ვინც ყველაზე მოუსვენ არის და შემაწუხებელი არის. ისინი არიან ქართველები, წარმოშობით ეს არის გურგენ ხანის პერიოდში დასახლებული ქართველი, მათი მემკვიდრეები, მათი ჩამომავლები. ეს არის ძალიან საინტერესო. მე რატო გეუბნები, სულ მახსენდებოდა საქართველო, ამ წიგნს რო კითხულობდი, იმიტომ რომ ქართველს ალბათ ეწყინებათ, არ უყვართ ხოლმე ეს რაღაც ავღანეთთან რა შესაძლებელი გვაქვს. ბავშვობაში მახსოვს ხოლმე თურქეთს სულ რაღაც ჩამორჩენილ კონტექსტში მოიხსენებდა ხოლმე და ისეთი მაგარი სახელმწიფო შექმნეს, აი არც დაგვესიზმება ჩვენ. ფეხბურთიც ეგრე იყო. ფეხბურთი როგორც იყო, ხო. ხო და იგივე არის ავღანეთთან და სულ მახსენდებოდა, აი ვაკვირდები ხოლმე სააკაშვილი დადის შეხვედრებს, ეხაც იყო სადღაც და აი მაგ ფრაზას მოვკარ, ეუნება ხალხს, აი ჩვენ დიდი მტერი გვყავს, ბევრი მტერი გვყავს და არ ეუნება მთავარი მტერი ვინ არის, მთავარი მტერი ვართ ჩვენ თვითონ, ჩვენი სახელმწიფო. კი, რუსეთის ფაქტორი, მაგრამ მთავარი ხო ჩვენ ვართ და აი სულ მახსენდებოდა, რომ ავღანელებს ასე გონიათ, რომ აი სადღაც არის მათი პრობლემების გადაჭრის საშუალებები, სადღაც სხვა განდევს, ნიუ-იორკში, კაიროში, ნატოში, ასე შემდეგ, ხო გესმის? და სიმბოლოში ნებისმიერ ავღანელზეა რა დამოკიდებული, როგორი იქნება ავღანეთი. და ასევე არის ჩვენთანაც საქართველოში. და რესურსებითაც ხო ის აი როგორი ქვეყანა, როგორ არის რესურსი, რა ფენომენია. თუ გამოიყენებ, მაშინ შეიძლება ძალიან დიდარი ქვეყანა შექმნას. თუ ვერ გამოიყენებ, მაგალითად, არის ასეთი ქვეყნები, რომელსაც ჩვენ ხო გონია რომ ნავთობი არის მხოლოდ სიმდიდრე, იმდენი ნავთობი აქვს, მაგრამ ვერ იყენებ. შარშან მახსოვს ვიყავით ზღვაზე, აი ზედ კაფეში ვისხედით შავი ზღვის პირას, აი ზედ რამდენიმე
და მიყვარს შავი ზღვის თევზი, ასეთი ცნობილი, ვისაც თევზი უყვარს. ყველაზე გემრიელი მე მგონი, ბარაბული, ქართულად ხონთქარას ეძახთ ქართველები. იგივე სხვადასხვა ქვია სულთან ფიშ. შეიძლება ხონთქარა ქართულად. პატარები, ხორმე უგემრიელესია, აი შედევრებია სულ და ის შეუკვეთეთ და რომ მოიტანეს დავხედე და ზომით იყო საკმაოდ დიდი, ანუ განსხვავებული შავი ზღვის და გამიკვირდა, ნუ ამ ხელა ბარაბული არც მინახავს მე. ხო, ამასო რა ქვია, ესო ნორვეგიიდან ჩამოგვაქო და ისე გაუბრას, ნუ ხო ემოციურად აგა შავი ზღვა რა ნორვეგიიდან ამ ხელა თან გემო, აი ახლოსაც ვერ მივა იმ პატარა ხო აი მაგალითად სუეს მახსენდებოდა ეს მაგალითი ამ წიგნის კითხვისგან. ამიტომ ვისაც აინტერესებს საერთოდ აღმოსავლეთი, ვისაც აინტერესებს, ვისაც არ ეშინია, ხო აი ბოლოს სულ მთელი საუკუნეების მანძილზე ქართულები ძალიან გაბედული ხალხი, აი ჩვენი ლიტერატურა, ხო, ხშირად მოგვიწევს ლიტერატურა. განსაკუთრებით პოეზია, სულ სავსეა, აი გავლენებით, აღმოსავლეთ, განსაკუთრებით სპარსული. არ ეშინოდათ ჩვენს წინაპრებს, რა, არ ეშინოდათ, რომ ეს გავლენები, ანუ რაც კი ფასეული იყო სხვა კულტურებში, რომელიც ძალიან განსხვავებული ჩვენგან, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი და ფასეული იმის გათავისება, იმის გადმოღება. ეს ჩვეულებრივი. ეხლა ბოლო დროს ცოტა ისეთი გავხდით, ხო, ზედმეტად ფრთხილები, არ მინდა ვთქვა, შიშრები. და ის სხვა კულტურებისადმი რაღაც ისა გვაქვს და პირიქით, ვისაც არ ეშინია, დაინტერესებს აღმოსავლეთი, ჩემსავი. წაიკითხოს ეს დიანა იანსე არის სხვათა შორის ერთსაც ვიტყვი ეს დიანა იანსე ამჟამად მოღვაწეობს საქართველოში შვედეთის ელჩია საქართველოში ესე იგი ავღანეთის მე საქართველოში აღმოჩნდა და ძალიან ვისურვებდი რომ მოიყვანოთ შენ დღეს ნუმრად შეიძლება ორშაბათს მოიყვანოთ აი როცა იქნება კი რა თქმა უნდა შეგვიძლია მოგვიყვეს იმიტომ რომ მე რას ვისურვებ ვიცი რომ მან აქაც დაწერო საქართველოს იმიტომ რომ დაკვირვებული ვარ ძალიან მაინტერესებს ხოლმე უცხო თვალი დანახულს ეს ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ჩვენ ისეთი თვისებები გვაქვს ჩვენ ისეთი ზოგჯერ ისეთი დაბრკოლებები, აი რომელიც გაგვიჯდა ხო რაღაც ობიექტური სუბიექტური მიზეზები, რომელთა შემჩნევა დანახვა ჩვენ ხშირად არ შეგვიძლია. და გარეშე თვალი ამას ადვიათ. ანუ აქედან გამომდინარე ფიქრობ რომ მაგასაც შეძლებს დაინახავს მაგ ყველაფერს. ძალიან ვისურვებდი რომ საქართველოს დაწეროს წიგნი ამ ქალბატონმა დიანა იანსემ ძალიან სიამოვნებით წავიკითხავ, იმიტომ რომ ავღანეთზე კარგი წიგნი დაწერა, ესეც საინტერესო რომ მოდი რა ორშაბათიდან ორშაბათამდე დათურასაც შეარჩევს, წავიკითხოთ და მე ეს მიმოვიხილოთ ხო. ისე ვისწიგნები გავარდი. ხო, ახლა ვაცლავ ჰაველის პიესებზე გადავიდეთ და მოვასწროთ. კი, შევაგვიანებთ? გვაქვს დრო. ეხლა ძალიან მინდა აუცილებლად მინდა ასევე კიდევ ერთი წიგნის წარდგენა, ეს არის სიესტამ გამოსცა. სიესტა არის გამომცემლობა, მშვენიერი ქეთევან კეღურაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აი გამოირჩევა ეს გამომცემლობა და რითი გამოირჩევა? წიგნი ეს გამოირჩევა რითი რომ აი ყველგან ეს მარტო საქართველოში არ ხდება გამომცემლები ერიდებიან პოეზიის ბეჭდას და დრამატურგიის და რატო? იმიტომ რომ წმინდა კომერციული თვალსაზრისით ყველაზე კითხავები არის პოეზია და დრამატურგია. დრამატურგია მით უმეტეს. დრამატურგია მით უმეტეს და აი ეს ქეთევანის სასახელოდ უნდა ითქვას რომ ეს სიესტა ხშირად გამოსცემს პიესებს და ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დრამატურგიის განვითარებისთვის და რაც თავარი მნიშვნელოვანი კითხვებისთვის რომ ესე იგი არა მხოლოდ ჩვენს ქართულ ენას და ორიგინალურ ნაწარმოებს არამედ თარგმანებსაც გამოსცემენ და ამ შემთხვევაში ეს არის გადასარევი საშუალება ვისაც უყვარს ვასლავ ჰაველი და მე ძალიან მიყვარს ვასლავ ჰაველი მისი პიესები წაიკითხოს აქ არის სხვადასხვა მისი პირველი პიესა რომელიც 63 წელს დაიდგა მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში პატარა თეატრში აი თუ ჩანს ეკრანზე ეს არის ვასლავ ჰაველი რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტი იყო უცნაური დეტალია მის ბიოგრაფიაში ჩეხოსლოვაკიის ერთი ცნობილი ფეხბურთელი და მე მწვრთნელი ამბობდა ხომ ჩეხოსლოვაკიაში ასე ამბობდა და მე ის ჩეხოსლოვაკია გაყო თვითონ დაიშალა და მე ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა ბატონო ამბობს ხოლმე ახაც ამბობს ხოლმე და მე ძალიან მიყვარს ვასლავ ჰაველი იმიტომ რომ ეს არის უნიკალური მოვლენა აი პოსტსაბჭოთა ნუ პოსტსოციალისტურ ბანაკში ასე ვთქვათ ადამიანი რომელიც არ შეცვალა ძალაუფლება ისე როგორც ეს ძალიან ბევრს დაემართა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში მან შეინარჩუნა ყველა ის ფასეულობები, ყველა ის იდეალები, რომელიც ჰქონდა მანამდე, ძალიან მიყვარს დეტალი მისი ბიოგრაფიიდან, რომ პირველად რო გახდა, ესე იგი პრეზიდენტი რა გააკეთა, ვინ მოიწვია თავის ქვეყანაში, ვინ ჩამოიყვანა, ფრენკ ზაპა. და ჩვენ სამჯერ ჩამოიყვანეთ ტოტო კუტუნელი. ამიტომ ჩეხეთის სხვა გზით წავიდა და ჩვენ სულ სხვა გზით მივიდივარ და სულ სხვა გამწვალობ. ტოტო კუტუნელი თან ყველა საინტერესო რა, რომ ის კრიზდებურგო ჩამოვიდა, გახსოვთ ხო? ჯვარი აქაუროს და რო ვერ მიხვდა, სად იყო და ეგ უნდა რუსეთში ვიყავით. ისეთი უცნაურ ფაზებს ამოვიდა და ტოტო კუტუნელი მესამეთან და კიდე არ ვერ ხვდება სად არის. კიდე გონია რომ რომელიღაც რუსეთის პროვინციაშია. ასე რომ ძალიან გული მწყდება თან გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი მოგეხსენებათ სულ ახლახანს ეს უდიდესი მოვლენა. სხვაშორის შაშან გამოვიდა მანამდე მისი წიგნი ეს არის დღიურები, მისი პუბლიცისტიკა, სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა. ხო, ეგ უნდა მეკითხა, თანხმობრივობა როგორ მოდის ჩემო? კარგი თარგმანი, ძალიან კარგი თარგმანი. გთხოვთ მოკლედ, ისიც ძალიან საინტერესოა, აქვე ვისარგებლე, ვისაც უყვარს ჰაველი.
ხო და ფრენკ ზაპაზე კიდე რა გამახსენდა იცი ბალემ ცხონებული ვახსენე და ესე იგი 1991 წელს იმავე წელს როცა ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობის აღდგენა ლიტველებმაც იმ წელს გამოაცხადეს მაგრამ აი უცნაური განსხვავება მოხდა რომ ლიტველებმა ფრენკ ზაპას ძეგლი დადგეს 91 წელს და ჩვენ დავდგით მესამე ძეგლი იმ წელს გიორგი სააკაძის ხო და ჩვენი გზების მაშინ რო გაიყვა მაშინ რო ჩავედი რომ ნახე ვიფიქრე ისინი სხვაგან წავიდნენ ჩვენ სხვაგან საინტერესო პარალელებს სწავლებს დათო ხო და აი ჰაველთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ ერთადერთი რაზეც მწყდება გული ამ კრებულში არ არის მისი ბოლო პიესა შესული ამ პიესას ქვია წასვლა ძალიან საინტერესო პიესა იქნებოდა არა მხოლოდ სახელმწიფო მეთაურისთვის იმიტომ სახელმწიფო მეთაურზია რომელსაც გაუვიდის ვადა და ვერ მიდის იცის რომ ვადა გაუვიდა მაგრამ ძალიან უჭირს წასვლა ძალიან აი რაც ხდება არა მხოლოდ რუსეთში თქვა პოსტსაბჭოური სინდრომია ეგ და მეც რომ არ მინდა რომ ჩვენს დაგვემართოს იგივე ყველას ვურჩევდი რომ წაიკითხოს ის პიესა წასვლა ქვია ქართულად არ არის სამწუხაროდ თარგმნილი გული მწყდება რომ აქ არ შევიდა მაგრამ გამომცემლებს მიმართავ ვისარგებლო შემთხვევაში აუცილებლად ყველა მინისტრმა და ყველა თანამდებობის პირმა რომ წაიკითხოს მინდა აი როგორ უჭირს ესე იგი რა არის ძალაუფლება ესე იგი რა ბოროტება თავისთავად რომ ადამიანზე როგორ მოქმედებს რომ აი გაგიდის ვადა ვაცლავ ჰაველსაც კი გაუჭირდა როგორც და მართლა გენიალური ფენომენია მაგის დათმობა დათო ყველას არ ხელეწიფება მაგის გაკეთება რომ კი ბატონო თუ გვაქვს დრო მე აუცილებლად მინდა კიდე ერთი წიგნი მესამე წიგნი და ეს არის გამომცემლობა პალიტრა ისა პალიტრა ელიასე ქვია რომელმაც მესოხვედელის იდეა იყო რომ გამოეცათ ახალი თანამედროვე ქართველი ავტორები და რამდენიმე წერალი უკვე გამოსცეს დიახ კი ეს არის არჩილ კიკოძე თუ ჩანს ეკრანზე რომლის მოთხრობებს მე ძალიან მიყვარს ეს არის შესანიშნავი ადამიანი შესანიშნავი მოთხრობების ავტორი არის შესანიშნავი ფოტოხელოვანი სხვათა შორის ალბათ იცნობ და უნიკალური მოვლენა მთელი საქართველოს იცის ზეპირად და აი არ მხოლოდ ადამიანები აი მისი პერსონაჟები გიჟდები მის მოთხრობებს ძალიან მიყვარს აი ეს არის ძალიან კლასიკური და ძალიან თანამედროვე ავტორის სინთეზი რა აი გაგახსენდებათ თქვათ რეზო ინანიშვილი გაგახსენდებათ ნუგზარ შატაიძე ცხონებული და ძალიან თანამედროვეა იმავდროულად ანუ მისი პერსონაჟები აი ჩვენი გვერდით რო ცხოვრობენ ადამიანები მაგრამ პლუსი ის აქვს ეს არის თბილისელი ადამიანი და ისე ზედმიწევით კარგად იცნობს პასტორალურ საქართველოს ისე კარგად იცის პერსონაჟები რომლებიც სხვა ავტორებმა შეიძლება არ აღწერეს და ცხოვრობენ სხვადასხვა სოფლებში და არა მხოლოდ ადამიანები სხვათა შორის ღამურების ცხოვრება აქვს გამოკვლეული არჩილ კიკოძეს ღამურების ცხოვრებაც კი აი წარმოიდგინე ისეთ საინტერესო ადრეს უხდებოდი ხოლმე ეხლა დიდი ხანია აღარ შემიძლია ასე დახეტიალოს თელ საქართველოში ალბათ მეც ესე დიდი ხანია ხო და მინდა რომ აუცილებლად აი ვისაც აინტერესებს თანამედროვე ლიტერატურა ანუ ვისაც უყვარს თქვა პროზა განსაკუთრებით და აი მოთხრობები ეს არის მოთხრობების კრებული მოთხრობების კრებული აქ არის ძველი და ახალი ისინი რა ქვია მოთხრობები შესული ძალიან საინტერესო აი მე ძალიან მიყვარს ძალიან დიდი სიამოვნება ამ მოთხრობების კითხვა და საკუთარი თავის აღმოჩენა რა აი გიჟდები რა ლიტერატურა ხო მართლა ეგ არის ამაზე მაგარი საშუალება შენი თავი დაინახო არ არსებობს არის ასეთი მოთხრობა მურტალი ქართველები ქვია მურტალი ქართველები რა სააკაშვილი ყველას რო უნება სადაც შეხვედრები აქვს ყველაზე კაირგები და ლამაზები და ჭკვერები თქვენ ხალხო და აი მურტალი ქართველების არსებობენ რო იცოდნენ სინამდვილეში და ვისაც უნდა კონკრეტულად სად არსებობენ აი არჩილი ეგ შეგვიძლია მურტალი ქართველები შეიძლება მურტალი ქართველები ვართ ეგ კარგადაც შეგვიძლია რომ გამოვიხეთ დიმა ხო იცი ყველა წიგნი ეკუთვნის როგორც კი წიგნის თავდება წიგნის წერა ეკუთვნის კითხულს მე ავტორი კარგავს მასთან კონტაქტს და ის იწრებს ახალ ცხოვრებას ის მოგზაურობს თავისი გზა აქვს თავის თავგადასავლება კითხველი თვითონ გადაწყვეტოს კითხვა სად შევიძლიოთ ახლა დაინტერესდა ხალხი ვიცი და სად შეიძლება წიგნის წიგნების ყველგან ყველგან თუ არ არის ყველგან მაშინ უნდა მიხვიეთ და მოითხოვოთ ჩემ წიგნებთან დაკავშირებით სულ მაქვს ეს პრობლემა აღარ შემიძლია იმიტომ რომ კონტრაქტ ხელშეკრულებებში მიწერია რომ წიგნი აუცილებლად არ უნდა მოხდეს წყვეტა სამწუხაროდ ქართველებს გვიჭირს ყველაზე თავარი პრობლემა ხო ჩვენი რა არის ორგანიზებულობა მენეჯმენტი ეგრეთ წოდებული რომ გამომცემლობიდან წიგნის მაღამდეც კი გვიჭირს ავტორს უნდა ყავდეს ერთი ყველაზე მაგარი ხო იცი რაში ყველაზე მაგარი ერთადერთი რაშიც არ გვიჭირს რისი ორგანიზებას ჯვარი აკაურებას ქელეხის სუფრა აი 5 ანზე შეუძლია ქართულ სამეცნიერო დანარჩენი ყველგან პრობლემა სხვა შორის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ხოლმე მაგას უდიდესი პასუხი შენ ხო იცი ჩვენი მეგობარი ალეკო სარალიძე კი ის არის ხოლმე იმერეთში თავიკაცი ასეთი თანამდებობა რომელიც ორგანიზატორობს და აი მისგან მაქვს ერთხელ მოსმენელი მივედით ზესტაფონში ხდებოდა ეს სუფრა იყო და მივედით და აი ვინც იქ დახვდა იმას უთხრა რომ ორი კაცი მოხსენი თევზიდან და გადაისროლენ ღვინოზე გადაისროლენ ხო და კიდე რამდენი იყო იქ წარმოიდგინე ორი რომ მოხსნა და კიდე მეორე დარჩა ჯვარი აკაურებას და ერთხელ ვიყავი აი ადრე ხო არ იყო ხოლმე საბანკეტოები და ძველ ამბავს ყვები
და აი სახლებში ვაკეთებდნენ ხოლმე და 40 სუფრა უნდა გაეკეთებინა და ცარიელი მაგდროს ავეჯები ხო გაქონდათ ხოლმე და ზუსტად ამ დროს ხო ჩნდებიან ისეთი ნათესები რომელიც არასოდეს არ გინახავს და მეც ვეღარასოდეს ვერ ნახო მაგრამ აი ზუსტად მაგდროს მოდიან რომელიც ყველაფერი იციან ხო და აი ამ ესე იგი ოჯახის უფროსმა იმ კაცს კითხა რომ აქო რამდენი კაცი დაждდებაო და ესე მოვავდო თვალი და თქვა 112 და წერტილში აი 112 ოჩასოს კიდე 115 112-ს მე ერთი კაცი ვერ ჩამ ისეთი პროფესიონალი იყო და სხვა რამეში თუ ასეთი პროფესიონალები ვიყოთ ამიტომ ბევრი წიგნები უნდა ვიკითხო და კარგი განათლება ყველა კუთხეში თავის სპეციფიკა აქვს ყველა კუთხეში ხო ამაზე მე სხვა დროს ვისაუბრებ მე ხა თუ რჩება დრო მოუწოდო რომ დააკვირდენ ამ წიგნის გაყიდვებს რომელსაც ურჩევს ხოლმე დათო იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ დიდი ხა თუ გვაქვს დრო ამ წიგნებთან დაკავშირებით თუ გვაქვს დრო აუცილებლად მინდა ეს დავეხმაროთ ესე იგი ვარისახოს სკოლას, იმიტომ რომ ასეთი გადასარევი ადამიანია შუქი არაბული, რომელიც მოხალისედ მუშაობს, იქ მასწავლებელად ასწავლის ინგლისურს, ხევსურ ბავშვებს. ხევსურეთი მოგეხსენებათ, არის უნიკალური ცივილიზაცია, რომელიც შეიძლება აი ჩვენს დროში გაქრეს. ხო და შუმერების გამო ვერ ავიძვებთ ხო პასუხს, იმიტომ რომ არ ვიცით ვის დროს გაქრა და ჩვენ თვალწინ იქნება ეს უნიკალური ხალხი, იმიტომ რომ თუ დავკარგეთ ხევსურეთი ამის პასუხისგებლობა ვიქნებით ჩვენ ყველა და ჯერჯერობით არსებობს ამ ვარისახოში სკოლა არ აქვს ელემენტარული წიგნების სახელმძღვანელი ვისაც რისი საშუალება გვექნება მინდა ვისარგებლო შემთხვევით ყველას მიმართო რომ პირველ საშუალო სკოლაში კლასიკურ გიმნაზიაში საღამოს 6 საათამდე შეუძლია პირველ საათზე მიიტანოს და ეს წიგნები ჩააბოს. რაც აკეთებდა, ნუ იქნება ეს ძველი ისეთი ბავშვს ხო იცით, ახალი ყველაზე მეტად იზიდავს. ვისაც ემეტება, ვისაც 2 აქვს, ან მეტი აქვს, გამოცემას ეკნება და ეხება ეს და რიგით კითხოს და რიგით სწავლობს, რომ მათ შორის ინგლისური წიგნი საერთოდ არ აქვს გასაგებია. როგორ შევქმნათ იქ ბიბლიოთეკა და მაქსიმალურად მივიღოთ არა მხოლოდ თქვა წიგნები მაქსიმალ აი ხა იმ მათ არ აქვს ელემენტარული ალბათ დარწმუნებული ტექნიკური საშუალებები რომ ბავშვს ფილმები აჩვენონ პროექტორით ვისაც რისი საშუალება გვექნება მოკლედ ნებისმიერ წიგნზე საუბრო ნებისმიერი რა წიგნებიც არ უნდა ყველაფერი ჭირდება ანუ სპეციფიურად არა თქვა წიგნი არის თავარი ალბათ აი ამ ცივილიზაციას რაც მე არ უწოდებ მხოლოდ კუთხეს ეს არის უნიკალური ხალხი მართლა უნიკალური ცივილიზაცია უძველესი ერთ-ერთი დედამიწაზე და მე არ მინდა რომ ჩვენს თვალწინ გაქრეს და ამაზე დიდი დახმარება არ იქნება. დანარჩენს თვითონ მიხედავენ ხევსურები. ჩვენ ამახო დაწვრილებით ამას დავწერთ ჩვენს გვერდზე, Facebook-ზე და რა ვიცი, 118-900-ს მივცემთ ინფორმაციას, ყველამ სწორედ მაგრამ უფრო ზუსტად გაიგოს როგორ და სად. ანუ ჩვენც რომ მოგვიტანა რაკაც მოუყრით თავს. ეს ინფორმაცია დიახ, ეს მათგან მაქვს, ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო, პირველ საშუალო სკოლაში კი თუ აქ მოიტანს ვიღაცა პრობლემა არ არის, შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზება, ალეკო სარალიძე ჩავთვალოთ, ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორი. ორი კაცი მოხსენ წიგნები და რეულებზე გადაიღო. და პირველ საშუალო სკოლაში ამჟამინდელ კლასიკურ გიმნაზიაში ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ადამიანებს ვისაც ესმით რომ წიგნის ალტერნატივა არ არის და თუ მოგცემენ ხოლმე საშუალებას აუცილებლად მექნება წიგნებზე საუბარი და ახალი წიგნების წარდგენა თუ ლუღა ამბობ და თუ ემიტო ჩვენ დავიწყეთ უკვე ამაზე რაღაც წყალი აღარ გავუა დიდი მადლობა დიდი მადლობა დათო გამოვისურვოთ ეხლა ცოტა იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი იყო ძალიან საინტერესო იყო და რა ვიცი ორშაბათამდე ყველას გაუმარჯოს ვისაც ვის ფიქრობს რომ წიგნის ალტერნატივა არ არსებობს დიდი მადლობა მე ჩემ თავზე მივიღე ექსაბაძე. დათოს დავეშვილებებით დღეს ორშაბათს ისე ვიქნება დათო ჩვენთან ერთად და ჩვენ ხვალ ბრუნდებით უკვე პირდაპირ ეთერში ხვალ არჩილიც უნდა იყოს წესით. 2 დღით გავუშვით, მე კიდე 10 დღით უშვით, ასე რომ ხვალ მომდამდე არჩილ. 2 დღიდან დაგვიბრუნდეთ. ხო. კარგი, დაბა ხვალამდე. დათოს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ, დებიუტს. მე ამას ვიტყვი. დიდი მადლობა. ხვალამდე. ბატონო. ეს